ოლიგარქთა მმართველობას, ანუ მდიდართა კლანის მმართველობას აქვს აუცილებელ ატრიბუტად ფასების წარმოუდგენელი ზრდა, რომ მეტი მოგება მიიღონ ხალხის გაღადაგების ხარჯზე. როდესაც პარლამენტში ბრძანდება შენებელი, ნავთობის მაფიოზა ოლიგარქი, კბილი ჯაგრისების შემომტანი, საზამთროთი მოვაჭრე, ზეთის შემომტანი თურქეთიდან, როცა ესენი პარლამენტში სხედან და კანონს იღებენ, რომელიც ადგენს შემოტანა-გატანის ტარიფებს, რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მარაკა და მეტი მოგება მიიღონ. ამიტომაა, რომ კაცობრიობა მოარი თქვა ოლიგარქთა მმართველობაზე და დაამყარა დემოკრატია დიდი რევოლუციებისა და ბრძოლის შემდეგ და 200 წელია ადამიანთა საზოგადოება ვითარდება იმ გზით, რომ მსხვილი ბიზნესი, ოლიგარქები, ანუ ბანდიტები გათიშულია პოლიტიკიდან და არ აქვთ ბანდიტობის საშუალება და გადაივიწყეს კიდევაც ეს სურვილი, რომ ოდესმე შეიძლება პოლიტიკით, დეპუტატობით, კონგრესმენობით მიაღწიონ რაღაცას პირად ბიზნესში. შესაბამისად, სანამ ჩვენ აი ამ ხროვას მილიონერების ორფეხა მაბადეთ ღორებს, ღორს კიდევ აქვს გაძღომის უნარი, დაიღრუტუნებს დაწვება. ესენი არ ღრუტუნებენ, აგრძელებენ ჭამას იმ გეჯიდან. აი ამათ არ მოვიცილებთ პარლამენტიდან ხალხო. არ გავყრით კინცისკვრით და არ ავირჩევთ იმ პარტიას, რომელიც არ იმართება ოლიგარქებისაგან, ბანკირებისგან, არ ფინანსდება მათგან და ამასთან დაკავშირებით მე მინდა გთხოვოთ, რომ 5 წელია ლეიბორისტული პარტია დაბლოკილია ფინანსურად, ეგონა რომ ფინანსურად მოგვახჩობდა და დაგვამთავრებდა, ვერ შეძლეს ბევრწილად თქვენი დახმარებით. აი ახლა ემიგრანტებზე მიიღეს კანონი და წაართვეს ხმის უფლება ემიგრანტებს. ეგეთი რამე მოხდა ჩრდილო კორეაში. მარტო მგონი ირანიც არ აკეთებს, ამას და პუტინიც არ აკეთებს. აგერ საარჩევნო უბნები გახსნილი მთელ მსოფლიოში. წაართვეს ემიგრანტებს ხმა იმ ემიგრანტებს, რომლებიც ინახავენ არა მარტო თავის ოჯახებს, არამედ ინახავენ ბიუჯეტს, ავსებენ, რათა მათ იყიდონ სასახლეები ევროპა, ამერიკაში. ჯიპები, 9 თანაშემწი შტატი და ჭამონ ეს ფული. და რაც მთავარია, ემიგრანტები გვინახავენ ჩვენს, აი ემიგრანტები გვეხმარებიან. ლეიბორისტულ პარტიას 5 წელი, ოპოზიციასაც ემიგრანტები გვინახავენ. აი უმადურობის კულმინაცია, რაც შეუძლია ამ რეჟიმმა გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით მე მინდა ბოროტად გამოვიყენო თქვენგან მოცემული დემოკრატიული უფლება და გთხოვოთ მეგობრებო, რომ დაეხმარეთ ლეიბორისტულ პარტიას. ეს ერთადერთი პარტია, რომელიც არ მიეყიდა არავის, არც ხელისუფლებებს, არც მილიონერებს, არც მილიარდერებს და ბოლომდე აწובה და ბოლომდე გავიტანთ, მაგრამ ახლა ხო გვინდა კომუნალური გადასახადების გადახდა მოდის თვის ბოლო და ამიტომ დაგვეხმარეთ მაქსიმალურად ადგილობრივების და ემიგრანტებიც. ქვეყანა, სადაც მილიონერები და მდიდრები არაფინანსებენ ოპოზიციას, განწირულია დიქტატურისათვის. მდიდრები რო არაფინანსებენ მასმედიას, განწირულია ეს ქვეყანა დიქტატურისათვის. მდიდრები რო მარტო აყრიან ერთ ბეღელს, სახელმწიფო ბეღელს და იქ ბანდა შექმნილი სახელმწიფო, თქვენც არ მოიდგინეთ მეკთამეობის და კორუფციის ფაქტებზე თათბირს კი არ იწოვენ ამ პედაგოგებთან, მეცნიერებთან, იურისტებთან, ეძახიან ბანდიტებს. აი მთელი ეს ვინც არის დუგლაძეები, ეს ისინი მილიონერები, ვინც არიან ჩხეიძეები, მხეიძეები, ეს რაღაცა ხარება, მარება, იმათ უძახიან მთავრობის სახლში და იმათ აბარებენ ანგარიშს, როგორ ებრძვიან კორუფციას. ვინც არის კორუფციის სათავე და კორუფციის წყარო. თავიანთ კოლეგებზე უყვებიან და ეს არის მმართველი პარტია. დღეს მსხვილმა ბიზნესმა ჩაიგდო ხელისუფლება. ივანიშვილი ამომწვერვალება ამ აისბერგის. დანარჩენი ეს ფენები ჩაწყობილია კი, ეს ფენები უნდა გავაძევოთ პოლიტიკიდან, მეგობრებო. სხვა შემთხვევაში ჩვენ მომავალი არ გვაქვს. წავა ივანიშვილი, მოვა მისი მსგავსი, ან კიდევ უარესი თუ შეიძლება ასე იყოს. ამიტომ დამერწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მომავალი თუ დიდრების დიქტატურას, კოლექტიურ დიქტატურას მოვიცილებთ და რა თქმა უნდა, აღარ დავიწყებთ წუნიაობას ლეიბორისტული პარტიის მიმართ. ლეიბორისტული პარტიის მიმართ ღალატმა წლების განმავლობაში ქვეყანა მიიყვანა აქამდე. აი ამ ღალატის გამო ირჩევდით თქვენ ღვთისმფრიდან გადავადნენ რეჟიმებს, ივანიშვილებს, მილიონერებს, იმ მოტივით, რომ ფული აქვს, აღარ მოიპარავს და ხო ნახეთ, რომ რაც მეტი ფული აქვს კონკრეტულ სუბიექტს, უფრო მეტს იპარავს და ზღომის ცენტრებმა დარღვეული აქვს თავის წვენში. ერთადერთი პარტია, ვისაც შეუძლია დაამყაროს ეროვნული სოციალიზმი, დაამთავროს ეს მიგრაცია აზია-აფრიკიდან, გადააქციოს ისე უმრავლესობად ქართველი ერი ქვეყნის შიგნით, დააბრუნოს ემიგრაცია, გახსნას სამუშაო ადგილები, მოსპოს კორუფცია.
პოზიცია და გამოუშვას მთელი წართმეული ეროვნული სიმდიდრე თქვენსკენ, ეს არის ლეიბორისტული პარტია. თუ ამას კიდევ არ დაიჯერებთ, არანაირი აზრი ამათ მოცილებას არ აქვს. მოვლენ ესეთები მიმოერება ან უარესები, მაგრამ იმედია ეს ასე არ იქნება, იმედია ჩვენ ჭკუანასწავლი გვაქვს და მე მოუთმენლად ველოდები რეჟიმი გარდაულად ჩამოემხობა და მოუთმენლად ველოდები ახალ არჩევნებს, სადაც გვექნება საშუალება ლეიბორისტულ პარტიას შევქმნათ სახალხო ერთიანობის პროფესიული მთავრობა, პროფესიული, არაკორუმპირებული, ეროვნული და შეუდგეთ ქვეყნის აღდგენას, რა თქმა უნდა, საუბარია მრავალპარტიულ სქემაზე. მივალთ აუცილებლად მივალ და ეს ეხლავე უნდა განსაზღვროთ, რომ იგივე არ დაგვემართოს, რაც გვემართებოდა ეს 30 წელი. მადლობა ბატონო, ეს არის კიდე საზოგადოების შეკვეთა, რომ მრავალპარტიული მთავრობა. რა თქმა უნდა არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მრავალპარტიულ სტრუქტურაში წამყვანი უნდა იყოს ლეიბორისტული პარტია, რომელიც არ იმართება ბანკირ მილიონერებისგან. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ახლა ხაზარაძე რომ მოვა და გილაური რომ მოვა და რუხაძე რომ მოვა და ჩხატიშვილი რომ მოვა, რა განსხვავება ივანიშვილსა და მათ შორის? არავით არის. აი ეს გავითვალისწინოთ კარგად. მაპატიეთ შეიძლება გადავაჭარბე. მადლობა.